ვინაიდან ქართული ოცნების მოქმედ ხელმძღვანელობას არაერთხელ განუცხადებია საჯაროდ, რომ მომავალში შეიძლება ვიხილოთ ხმაურიანი დაკავებები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც აქვს გაცხადებული ის, რომ მათი მიზანი არის ამ საქმეებში სხვა პირების სახელი და გვარების გამოკვეთა. ჩვენ დავინტერესდით ჯუანშერ ბურჭულაძესთან, რა მოლოდინი აქვთ ღარიბაშვილის მთავრობის ყოფილ წევრებს, დაინტერესდება თუ არა გამოძიება მათი სამინისტროებითაც, მაგალითად ზურაბ აზარაშვილზე ვკითხეთ ჩვენ ჯუანშერ ბურჭულაძეს, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრზე, რომელიც ღარიბაშვილის და ჯუანშერ ბურჭულაძის მეგობარია და ყოველთვის ითვლებოდა ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრად. ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდევ მას შემდეგ რაც ის გადადგა თანამდებობიდან, მას ჰქონდა შამნაბადას მთაზე კონსპირაციული შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან. ეს შეხვედრა მაშინ იყო ძალიან გასაიდუმლოებული, თუმცა შაბათის ეთერმა მოახერხა ამ კადრების გადაღება და მაშინვე გაჩნდა კითხვები, რომ რაღაც ჰქონდა დასამალი მაშინ ღარიბაშვილს და ზურაბ აზარაშვილს. შესაბამისად ვკითხეთ ჯუანშერ ბურჭულაძეს, შესაძლოა თუ არა ელოდებოდეს თავად ზურაბ აზარაშვილიც, რომ შესაძლოა გამოძიება მისით დაინტერესდეს. რა პასუხები მივიღეთ, ახლა შეგვიძლია ერთად მოვისმინოთ. როგორ ფიქრობთ, თქვენით მთავრდება ეს ამბავი თუ სხვა მინისტრებზეც და სამინისტროებზეც შეიძლება გავიდნენ, მაგალითად ჯანდაცვის ყოფილ მინისტრზე, ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრზე? არ მაქვს მე ახლა ესეთი ინფორმაცია, რომ შეიძლება სხვა სამინისტროებში რაიმე გამოძიება მიმდინარე. აი თუ გქონდათ კომუნიკაცია მაგალითად ზურა აზარაშვილთან ან ქარსელაძესთან? ზურა აზარაშვილს ველაპარაკე ტელეფონით რამოდენიმე დღის წინ. აჰა, ამ საკითხზე, ამ საქმესთან დაკავშირებით? არა, ზოგადად ველაპარაკე, ჩვენ ერთად მუშაობდით, თანამშრომლები ვართ, მეგობრები და. დიახ, ის თავად არ ელოდება რაიმეს მის წინააღმდეგ. არ მგონია. სუსი ამბობს, რომ მათი მიზანი არის სხვა პირების გამოვლენა და მხილება. ამ განცხადების შემდეგაც არ გაქვთ განცდა, რომ თქვენზე სურთ გამოსვლა ან თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილზე? მე ეს განცდა არ მქონია. თქვენ თუ ელოდებით, რომ კიდევ ერთხელ შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენი გამოკითხვა ამ საქმეზე? გამორიცხული არ არის, ბუნებრივია. ახლა თუ გამოძიება გაგრძელდება და რაიმე ახალი გარემოება გამოვლინდება, მე სათვალო უპასუხო. ჯუანშერ ბურჭულაძე თავად გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა ეს მთელი ეს გამოძიება და მთელი ეს სკანდალი თავდაცვის სამინისტროს გარშემო უკავშირდებოდეს და მის სახელს და ასევე ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა თავიდანვე, როდესაც ეს ხმაურიანი დაკავებები დაიწყო, გაჩნდა კითხვები, რომ ახლა ქართული ოცნების მოქმედი ხელმძღვანელობა ირაკლი კობახიძის სახელით უსწორდებოდა ირაკლი ღარიბაშვილს და მის გარემოცვას. შესაბამისად, ჩვენ ვკითხეთ ჯუანშერ ბურჭულაძეს, თუ ჰქონდა რაიმე კომუნიკაცია ირაკლი ღარიბაშვილთან, როგორც თავად გვეუბნება, ის შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს მას შემდეგ, რაც ჯუანშერ ბურჭულაძე გამოიკითხა საგამოძიებო უწყებაში და როგორც ჩანს ირაკლი ღარიბაშვილსაც აინტერესებს იყო თუ არა გამოძიების მხრიდან დასმული კითხვები ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით. ვკითხეთ ასევე ქართულ ოცნებაში არსებულ დაპირისპირებაზე, ორ ირაკლის შორის მუდმივ გაურკვევლობაზე, თუმცა თავად დისტანცირდა ამ პროცესისგან. მართალია არ უარყო და არც დაადასტურა, რომ ასეთი დაპირისპირება შეიძლება არსებობდეს, თუმცა თავად პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ არაფერ შუაში ამ პროცესებთან არ არის. თქვით, გქონდათ ღარიბაშვილზე კითხვები? შეგიძლიათ გამოითხოვოთ. თუ ჩემჩვენებაშია რაიმე კითხვა, მე ვერ გეტყვით და გამოითხოვოთ საქმე სხვასაც. თქვენ ან ირაკლი ღარიბაშვილს ამ საქმესთან, ან თუნდაც სხვა საქმეებთან დაკავშირებით ხომ არ ქონიათ პარტიის მოქმედ ხელმძღვანელობასთან რაიმე სახის კომუნიკაცია? არა, რა თქმა უნდა. არა. მათთან ისე საერთოდ კომუნიკაცია არ გაქვთ ზოგადად? ვისთან? აი, მოქმედ ხელმძღვანელობასთან, ირაკლი კობახიძესთან, მამუკა მდინარაძესთან, კახა კალაძესთან. არანაირი კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ისედაც არ მაქვს. არც ირაკლი ღარიბაშვილს თუ იცით? არ ვფლობ ინფორმაციას. დაპირისპირება ღარიბაშვილს და კობახიძეს შორის ახლაც არსებობს. დიდი ხანი ამაზე არ ვიცი, თათია, მე არა ვარ ჩართული ზოგადად. მე ამ პროცესებში არც ვყოფილ ვარ და არც ვარ ჩართული. ღარიბაშვილთან თუ გქონდათ კომუნიკაცია ამ ამბის გასაჯაროების შემდეგ, თუ დაგირეკათ ან თქვენ თუ დაურეკეთ? არა, ერთხელ მქონდა კონსულტაცია, შეხვედრა შევხვდი მე კი. ამ დღეებში, ამ ერთი კვირის განმავლობაში? ბოლოს შევხვდი კი. დიახ. და რა გითხათ თუ საიდუმლო არა? არაფერი ეს ამ თემასთან დაკავშირებით აინტერესებდა მე რა ინფორმაცია მქონდა. თავად არ უკავშირებს მის წინააღმდეგ ბრძოლას ამ საქმეს? არ მგონია ეს ახლა რომ ან მე მეხებოდეს ან ყოფილ პრემიერი.
პირველებისთვის მოცემულ ვრცელ პირველ ინტერვიუში ჯუანშერ ბურჯულაძისგან გავიგეთ, რომ მან საეჭვო შესყიდვების განხორციელების დროს და სავარაუდო კორუფციული სქემების დროს საერთოდ არ იცოდა ამის შესახებ ინფორმაცია წლების განმავლობაში და მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება და გამოკითხვაზე დაიბარა ვასილ ჩხეიძე, მისი ცოლისძმა, ანუ სწორედ მისი ცოლისძმისგან გაიგო ასეთი გამოძიების შესახებ ჯუანშერ ბურჯულაძემ, თუმცა როგორც თავად გვეუბნება, დეტალურად არ დაინტერესებულა რა საქმესთან შეიძლება ქონოდა შეხება მას და რაც შეეხება ჯუანშერ ბურჯულაძის დაბარებას, უკვე ის მას შემდეგ დაიბარეს გამოკითხვაზე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საჩვენებელი დაკავებები დაიწყო. მანამდე თქვა დაკითხვების საქმე რო იყო ინტერესის სფერო, ეს ვიცოდი. თუმცა არც კომპანიებს, არც ამ პიროვნებებს ვინც დასახელდა, მე არანაირი შეხება არ მაქვს და არც ვიცი. თქვენ არც ვასილ მხეიძემ, არც თქვენმა მოადგილემ ამ საქმესთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ჩაგაყენეს? არა, ეს ბუნებრივია ახლა მე რომ რაღაცა პრობლემა იყო ამასთან დაკავშირებით ვიცოდი ახლა ათესავიდან გამომდინარე. თუმცა დეტალები არ ვიცოდი. რას გულისხმობთ რომ იცოდით? რა იცოდით? ანუ მე როგორც ვიცი დაკითხვაზე იყო მანამდე ჩემი ნათესავიც და დიახ. ამასთან დაკავშირებით მქონდა მე ინფორმაცია რომ რაღაცა პრობლემა იყო. ანუ როდესაც ის გამოკითხვაზე იყო და თქვენ საქმის კურსში ჩაგაყენათ რომ ის ასეთი საქმე არსებობდა, მაშინ არ დაინტერესდით მასთან, რა ინტერესი შეიძლება? მაშინ დეტალები არ გამივლია მე სავარაუდოდ თვითონაც ნაკლებად იყო ინფორმირებული და მეც არ მინდოდა სიმართლე რომ გითხრათ რომ მცოდნოდა დეტალები ამ საქმესთან დაკავშირებით. კორუფციის ბრალდებით ჯერ დააკავეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომელიც ასევე ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრად ითვლებოდა. შემდეგ ნახეთ ხმაურიანი დაკავებები თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების და მაშინვე გაჩნდა ეს განცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სურდა გასვლა თავად ჯუანშერ ბურჯულაძეზე და ირაკლი ღარიბაშვილზე, თუმცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი პირველებთან ვრცელ ინტერვიუში უარყოფს ამ ფაქტს, როგორც თავად ამბობს, მას ჯერჯერობით ასეთი განცდა არ აქვს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამიზნე სწორედ ის არის.